ბევრი რაღაცა ვისწავლე. გოგონებს ველაპარაკებოდი, გოგონებს მოვიდოდნენ, მაროჟნის მივცემდი, იქ ნომერს ჩავიწერდი, იქეთ აქეთ და კარგად მიდიოდა საქმე, ბატონო. აი ეს ამოვი ეს აი ტელეფონის ნომრები, აი როგორ იყო, აი ცვიოდა რა. ბიჭო, ეგ რა არის? მე მუშაობდი ვიქტორიას სიკრეტში, შეჩემა. მაგას რა ჯობია. აგარია ძა. Best country Georgia. Let's go. ბიჭო, რა მოგივიდა რა არის ახლა? რა დროს ეგეთებია, ჩემი. რა დროს სიკვდილია რა? როდის არის კაი დრო, აბა სიკვდილის? არასდროს. მოყევი, აბა რა მოგივიდა, აბა გითხარი. პირველად ქართველებს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ყველგანს რაც არიან ქართველები გაუმარჯოს, ყველა ქართველებს და გაუმარჯოს ლევანს, რომ მაგარი ნაკაუტი რო გააკეთა გუშინ id dynamite. ახალი fight name უნდა კონდეს ლევანს dynamite. იმიტომ რომ დინამიტია ხელში. ერთხელ რომ მოკიდებს ვიღაცას, კაროჩა ბახ გათიშავს. ერთი შეხები. გათიშავს ბატონო. ის მაგარი სასაცილო იყო, იცი, ჯორჯ, მე და რომის კონტა გაცვლა კომენტებში რა. მე ხო გავაკეთე პოსტერი, რომ მეორე რაუნდით მოიგო TKO-თი მეთქი რა და ეს მიწეს რომ რა TKO შეჩემა ეგ იყო სუფთა ნოკაუტიო და მე ვწერ მე თან ეს ყველაფერი ერთი აკაუნტით არის რა. Fight Hop-ით წესეს და მეც Fight Hop-ით პასუხებ რა კაროჩე და ბიჭო მე Fight Hop-ით მე მეგონა რომ ჩემი მიქცეთ Fight Hop-ით მოგწერე არც დავკვირვები ვარს აუ არ მახსოვს მგონი მე მგონი ჩემი იმით მოგწერე ხო ნუ რა მნიშვნელობა იმარე KO ხო იყო KO იყო თუ TKO როგორ დაითვალენ ბიჭო KO იყო ბიჭო რა იყო იცი clean shot იყო და დავარდა და რო წასულიყო walk-off-ი რო გაეკეთებინა შეიძლება რომ referee-ს ისა, მაგრამ ანუ referee-მ არ გააჩერა ხო რომი და მაინც მოუწია დამატება რა. ერთხელ დაამატა და მე აღარ დაარტყა. ნოკაუტი იყო ჩაოლებრივი. ხო მეცე დავინახე რომ ნოკაუტი იყო. მეც ეგრე სადღაც დავინახე TKO დავინახე სადღაც არ ვიცი რა. ბიჭო TKO არის უფრო როცა მოწინააღმდეგე და ჯერ კიდე ასე თუ ისე მოძრაობს თავს იცავს და საჭს უნდა ჭირდება ჩარევა რომ მოგწყვიტოს რა და ადამიანი უგონოდ გდია ერთი დარტყმის შემდეგ და შენ კიდე თუ დაამატებ თუ არა უკვე ნოკაუტი ეგ. არა მაგრამ გააკეთა რა. მაგრამ გააკეთა next stop არის UFC. Next stop. ეხა სიმართლე გითხრათ რა არის უნდა მივმართო ამას აუცილებლად ბევრი პირუტყვები ბინადრობენ YouTube-ში და კომენტარებში ზოგადად და ბევრი წერს ნეგატიურ რაღაცებს და ორ რაღაცას ვიტყვი რა პირველი ის რომ ძალიან გაჭირდა ლეონისთვის მოწინააღმდეგის მოძებნა არავის არ უნდა და ლეონისთან ჩხუბი მით უმეტეს UFC-ს გარეთ არავის არ უნდა და მაგასთან ჩხუბი აი აბსოლუტურად ძლივს ვიშოვეთ მოწინააღმდეგე რა უკვე ყველაფერზე თანახმა ვიყავით და ნებისმიერ მოჩხუბარზე იმიტომ რომ ჩხუბი ჭირდებოდა ბიჭს სასტრაფოდ იმიტომ რომ კონტაქტის აღებას ცდილობს და ლუბოისთან უკვე ვიჩხუბებდით ესე ვიყავით რა ეგ ერთი და მეორე კიდე ისო გავითვალისწინოთ რომ მაღალ წონაში ჩხუბა ლევანმა და ცოტა სისწრაფე არ მომეწონა, მაგრამ ზოგადად არ მგონია რომ ეს მაგის ფორმის ოპტიმალური ფორმის ახლოსაც კი არ იყო ამ ჩხუბში თავის საუკეთესო ფორმასთან რა არ იყო ფორმაში და კაი ფორმაში ჩემიაზდ, მაგრამ მაინც ისე გააკეთა როგორც უნდა გაეკეთებია ამ კონკრეტულ ჩხუბში და მოიგო რა ეს ორი მომენტი. როდესაც ლევან ჩოხელს ვიხილავთ UFC-ში მაგის სისწრაფე იქნება სულ სხვა, აი გაიხსენეთ დე ხესუსთან ბელატორში ჩატარებული მაგის მეორე ბრძოლა, რა სისწრაფე ქონდა მანდ და ასევე შემდეგ ბრძოლებში მაგარი სისწრაფე ლევონის თავარი კოზირი იქნება სისწრაფე UFC-ში როცა გადავა და მაგას ყველა დაინახავს როცა მოხდება. ხო და კი ბატონო, იყო სულაც უნდა მეთქვა რა. F1 driver არის რა, იცოდეთ. მოდის is gonna car crash on them. ვიცოდი რომ ეს უფრო დიდი წონაზე რომ ჩხუბობდა, თვითონ რომ ფიქრობ რომ მაგ ეს კაცი უფრო დიდი ადამიანი იყო რომ ეჩხუბებოდა. რა წონაზე იყო ეს ჩხუბი? ბოლო 185 იყო? It was basically middleweight. Middleweight იყო რა ფაქტიურად. Okay.
ოკეი, მესმის. რომი და ეს პირველი ორგანიზაცია იყო გერმანიის თუ ფინექსის იყო პირველი? ფინექსის მეოთხე ტურნირი იყო ეს. გონი გერმანიას აქამდე ჰქონდა მგონი ორგანიზაციებიც. არა, ბევრი არა აქვთ რა მაგათ რა და უფრო გამოჩდება რა. ხა ევროპას ქვეყანა გააკეთებს რა გერმანია ხო აზეხა? ევროპას ზოგადად არა აქვს ბევრი ხა ამდენი ევროპა სუფთა ევროპული ორგანიზაციები კაი დონის არა ბევრი ხო? კი, მაგრამ გერმანიას მეგონა უფრო ჩამორჩენილი დაჟე რა MMA-ში ვიდრე სხვა ქვეყნები. არა და გერმანია არის ყველაზე წამყვანი ერთ-ერთი ქვეყანა არის ცნობილი და განვითარებული სოფლიოში. ევროპაში ისევ და ისევ და აღმოსავლეთ ევროპა და რუსეთი არის მაინც დომინანტი რა და აქეთ ამერიკა, იმიტომ რომ საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი ხა რო გახდა ესა რა ქვია მექა მებრძოლების თითქოს და აღზრდელი და ისა MMA-შიც და ჯუდოშიც ჩვენი ქართველების სულით რომ იმაში მიათრევენ ძლივს სულს რა ქართველები რომ მიათრევენ თელ ესპანეთს არ არიან რა ძლიერები დასავლეთ ევროპელები ხა ეგეთ რაღაცეებში რა, მაგრამ ჩამოყავთ მოჭხურები და ცდილობენ რომ გაზარდონ ბაზარი და ბაზარი არა. ხა თავისი შეიტანა წვლილი. ბაზარი არა. ბაზარი არა. ბაზარი არა. ენა მაინტერესებს რა ჯორჯ რამდენი ხანია coach G, რამდენი ხანი არ გვინახი ხარ რა? ანუ ესე რა, ისე ჩვენ სულ ლაპარაკობთ. მომენატრეთ ბიჭებო, მომენატრეთ. ცოლი, აგერ ცოლი მყავს, ძაღლი მყავს, ზოგჯერ ცოლი ცუდად, ზოგჯერ ძაღლი ცუდად, ზოგჯერ გათვლილი ვარ დარბაზში, მუშაობ, ძაღლივით მუშაობ აქეთ ამერიკაში აგერ. იმიტომ რომ ხალხმა არიციან, მაგრამ ამერიკაში აქ ჩვენ ვართ ნალოგებზე იმას ვაკეთებთ, ყოველ დღე გათმევენ ფულს, ფულს გააკეთებ და გათმევენ უცებ. აი ეგიც ის რა ქვია, არ მინდა ახლა შარში რო გავხوارა. ეგიც ის ბიზნესმა ძმაო. მაგის თქმა უნდა დაუეჭველი ხო რა. უნდა მეთქვა, მაგრამ მე პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ ამ შოუში და საერთოდ ზოგადად ცხოვრებაში ასე რომ ბიზნესმა ზუსტად მაგის თქმა უნდა და არა, ძაღლმა იცისო უნდა ხო ბიჭო რუაფეხას რატო შეუვარდი პირში გამაგები ერთი რატო იკლავდი თავს შენ აი რა მეც კიდე მქონდა ჩხუბი ბოლო დროს ბიჭებო მეც კიდე მქონდა ჩხუბი ჯორჯ ადამიან versus Stingray yes ბიჭო Stingray როგორ არის ქართულად მობას გაფიცებ უნდა გავიგო Stingray არ ვიცი როგორ არის ქართულად მაგრამ შეგიძლია თქვა რომ შენ ბერძოდი სიკვდილს რა ფაქტიურად ო ეს არის Stingray არის რაც მოკლა Steve Irwin ჩვენ თუ გახსოვს Steve Irwin რო იყო crocodile ექსპერტი რო იყო და სხვადასხვა ცხოველებთან რო იმას აკეთებდა ამ Stingray-მ შეარჭო პირდაპირ გულში შეარჭო კაროჩე და ბიჭო არ ვიცი რა შესახედავად მაგრამ ქართულად რა ქვია არ ვიცი რა ну აკულას ახლოს არის აკულასთან მაგრამ იგი აქ რა ქვია იგი რა ქვია ხო რა ხო გაი რასაც არჭობსო ქართულად რა არჭობს ადამიანი კუდი კუდი ოდამ კუდით მე случайно მე დავაბიჯე ამ Stingrays ზღვასგან გამოვდიოდი ვანაობდი ზღვაზე გამოვდიოდი დავაბიჯე კაროჩე და შემარჭო კუდით, ოდა ეს კუდი არის poison. ამას ნუროტოქსინს უშობს. ოდა ეს არის იგივე როგორც კობრამ გიკმინა ან კიდე კაროჩე მოკლავს რა. მე მქონდა ჩხუბი მქონდა ამ იმასთან. ოდა როგორ გითხრა? აქ ვარ კიდე ყველაფერი კარგად გადავიდა. მე ვარ ძალიან very lucky. ბიჭო, ოკეანეში ესე ახლოს იყო ნაპირთან? ახლოს არიან. ეხლა არის სეზონი არის, ეხლა ისეთი სეზონი არის, რომ mating სეზონი არის და ყველგან არიან და ძალიან წყნარა უნდა დააბიჯო, მე დავაბიჯე, ზემო დავაბიჯე ამ იმაზე შემარჭო და მე კიდე გადავრჩი კარგად, იმიტომ რომ თუ სხვაგან შემარჭო, შეიძლება ცუდი სიტუაცია იქნებოდა, მაგრამ მე რას ეხში შემარჭო აგერა თუ ჩანს გასივებული არის დღეს უფრო კარგად არის, მაგრამ და მუშაობაში გასივებულისავით არის ფეხი, მაგრამ მუშაობაში არ გიშლის ხელს? კი, მიშლის, თელი კვირა ძლივს ვერ ვაკეთებ, ვერაფერს ვერ დგავარ ფეხზე.
და იმიტომ ტეხავს და ლუდო ასწავლის კლასებს, აგერ ლუდო მუშაობს ჩემს მაგივრად, ჩემი ძაღლი აგერ და კარგად აკეთებს საქმეს ბატონო და კარგი სენსეი არის. Короче, წავიკითხე რომ Stingray ქართულად არისო ღლეთკბილაო. ღლეთკბილაო ესე წერია რა. ChatGPT მეუბნება Google-ს არ ქონდა პასუხი. Wow, ChatGPT is ყველაფერი. Ludo, come here on the camera. ქარიჭია თევზი. ანუ ჩვენთან ეგეთი რაღაცეები არ ბინადრობს რა. მაგრამ ეს ტროპიკული ისაა უფრო რა ქვია. ხო, შავ ზღვაში შავ ზღვაში ეგეთი რაღაცეები იყოს და ტროპიკული ის არის რა, წყლის ცხოველი თუ როგორც ქვია რა და მოპატიეთ ჩემი ფლორა და ფაუნის ისა რა ქვია. არ არის თვალში დამბეშტავი, მაგრამ ხო, ნუ მადლობა ღმერთს რომ გადარჩი ძმაო. მე რო და უნდა დაგვერეკა ვაფშე რომ იცოდე, მაგრამ მეც არც ისე იოლი კვირა მქონდა. ეხლა კი ვიღიმი, მაგრამ ერთი კვირა როგორ ვიყავ, იცი? ფაქტიურად არ მიძინია რა, იმიტომ რომ რაღაცა ექიმებთან მოგვიწია სირბილი, მე და ჩემს მეუღლეს ბავშვის ამბავში და მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად არის ახლა რა. შენა რომი შენ თუ ქონია ესეთი შემთხვევა რა, ცოტა ესეთი საშიში შემთხვევა რამე ცხოველთან. უკბენია თუ არა შენთვის რამეს ან ხო რა? ბიჭო, მე ძაღლმა ვიკბინა ერთხელ და მე ცოფით მოკტა რა. ვაა. ძაღლი. ვინ მოკლა ძაღლი? შენ მოკალი თუ მამა შენი თუ ცოფმა მოკლა ძაღლი, rabies killed the dog. შენ უკმინე No. Okay, ეხლა ყველა აქ ვართ. ყველა ცოცხლები ვართ, ღმერთმა ჯანმრთელები გვამყოფოს ასწლამდე და ვილაპარაკოთ ჩვენთვის საყვარელ თემაზე, MMA-ზე და უფრო კონკრეტულად ქართულ MMA-ზე. ჩვენი ახლა ცხოვრების უკვე ესეთი ცენტრალური ნაწილია MMA უკვე რამდენი წელია. გიორგი აი ადამიანთვისაც, ჩემთვისაც და შენთვისაც სანამ ამ შოუს გავაკეთებდით სამივე ერთად წლების წინ და ასე შემდეგ. მანამდეც გიორგის ყოველ დარბაზი ჰქონდა თავისი, რამდენი ხანია თავის დარბაზი აქვს ფლორიდაში. მე მთელი ცხოვრება თითქმის ჩართული ვარ ამ საქმეში, ამა თუ იმ სახით ხან მოყვარულებში, ხან ისა, ეხლა სხვა როლი თუ არ უკვე მენეჯერი ვარ, წამყვანი ვარ. გიო ამდენი წელია უკვე აკეთებს ამ საქმეს, აკეთებს ჰაილაითებს, ბიჭების ვიდეოებს. პირველია მე მგონი საქართველოში, ვინც ქართულ მებრძოლებს ამას აკეთებდა. სამწუხაროდ უფრო მეტი ხალხი უნდა იცნობდეს და ნახეთ გიოს ნამუშევარი Fight of Georgia-ზე, თალკე YouTube არხი აქვს. და ამით რა მინდა რომ თქო მიხარია რომ მიუხედავად ყველაფერისა, იმიტომ რომ როგორც ესეთი MMA-ში ხა ისეთი სიტუაცია ან მენეჯერი თუ არ ხარ, ან თურმელი თუ არ ხარ, ან მოჭხუბარი თუ არ ხარ, ან პრომოუტერი თუ არ ხარ, ნუ თუ მედიის მხრივ რაღაცის გაკეთება გინდა, მედია არის მკვდარი MMA-ში, ვერაფერს ვერ გააკეთებ. არაფერი არ არსებობს, მედია მოკლა დეინამ და UFC-მ. არც breaking news-ი გამოდის UFC-ის გარეშე, დეინამ თუ არ დაგწდება, ისე breaking news-ს ვერ გააკეთებ, ჟურნალისტიც ვერ იქნები. არაფერი არ არსებობს, კონკურენცია არ არსებობს, სხვა ორგანიზაციები არ არსებობს, რომლებსაც რამეც ჩააგდებ და ყურადღებას იპყრობს ხალხის და ესე შემდეგ. მე მახსოვს, უბრალოდ მე ისეთი ეპოქიდან მოვდივარ და შენს ჯოჯო იყო Pride, იყო Strike Force, იყო WEC, მაგარი ორგანიზაციები, მე ბელატორი წამოგვეწია, მაგრამ როგორც კი ვინმე წამოიწევა, ეგრევე shutdown-ი კეთდება, იმის მონოპოლია, ესეთი მონოპოლია აქვს UFC-ს და სამწუხაროდ ეს არაა კარგი, ეს მალე რამოდენიმე წელი გავა და ჩვენ ნახავთ რა ცუდია ის რაც ეხა ხდება MMA-ში რა. მაგრამ მიხარია რომ ჩვენ ამ საქმეში ვართ და იმიტომ რომ სიამოვნებს ამ საქმეში ყოფნა, იმედია სულ ვიქნებით, სანამ ჩვენი არჩევნით არ დავანებებთ ამ ინდუსტრიაში ყოფნას თავს რა და აია რომ ესე დროთა განმავლობაში დრო და დრო მაინც რომ მოდიხარ ჩვენთან რა, იმიტომ რომ 2020 წელს მახსენებს ძველ დროს ურჩის შესაერთებელი ნაუშნიკებით რომ ველაპარაკებოდით ერთმანეთს და ასე შემდეგ და
ნახდათ მაო ყოველთვის სიამოვნია თქვენთან ლაპარაკი და შოუზე გამოსვა და თქვენ რა დონეზე აიყვანეთ ეს შოუ უკვე რამდენი ფოლოვერები გაქვთ, ლაიკები, რამდენი ვიდეოები და თქვენ მაგრად აკეთებთ რა ყველაფერს და უფრო მეტიც შეიძლებოდა ჩვენი მხრიდანაც და ასევე სხვა რაღაცების მხრიდანაც უბრალოდ ჩვენ არ ვართ აქ ისეთ რაღაცებს არ ვამბობთ, რისი გაგონებაც უნდა მასებს. მე იცით თქვენ ორივე, მე ყოველთვის ვლაპარაკობ იმას, რასაც ვფიქრობ და რაღაცას ვხედავ და არ შემიძლია მხოლოდ დავждე და ეს პოპულისტობა დავიწყო აქ და ის ვლაპარაკო. ცოტა მეტი ის სწრაფითაც შეიძლებოდა გაზრდა, მაგრამ ნუ არა უშავს, თავარია რომ ვიზრდებით. 90% ჩვენი მაყურებლის არის ერთგული და სხვებთან შედარებით გაცილებით უფრო მცოდნე რა. და დიდი მადლობა ყველას. რითი შენ რომელი კითხვით გინდა დაიწყო გიო? ბერავიზე, ილიაზე თუ რაზე? ბიჭო, სიმართლე თუ გინდა მე უბრალოდ მინდოდა ჯორჯისთვის რომ მე თქვა რომ იცი თუ არა ჯორჯ რომ რომის უკვე თავის არხი აქვს რა. თავის კონტენტი YouTube-ზე, რომეო ცენტერაძე. მგონი ეგ შენთვის news არის. მეორე არის? არა. და მეორე კითხვა და რეაქცია მე მაინტერესებს შენი ამაზე და კიდე შენ დღეს ხარ gym owner-ი ხო? Sensei-ც ხარ, ბიზნესმენიც ხარ და მაინტერესებს როდის იყო პირველი შენი სამსახური, რამდენი წლის იყავი? ტიპიური სამსახურები, რამდენი სხვანაირი სამსახური ქონდა? ეგ ძალიან საინტერესო იქნება ჩემი აზრით რა, ეგ კითხვა. Okay. პირველად გილოცავ რომი რომ შენი ჩენელი დაიწყე, შენი თვითონ მედიასი პროდუქცია რომ დაიწყე, ძალიან მომწონს. მადლობა. ძალიან მიხარია შენთვის და უთის მეგონა რომ ეს გასაკეთებელი იყო შენთვის. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ეხლა რა მოხდება გიოსთან შეიძლება დაიკარგოს კიტაიაში ჯეკი ჩენი შეიძლება ხელზე აიყვანოს გიო და ტყეში წავიდეს და მე შეიძლება ვერ მონახავენ მე გიოს და დაიკარგოს შეიძლება ეხლა უცებ იმაში დამსვა გადამიამ რა ქვია სახში კიტაია რამდენი ხანი არ გამიგია ეს სიტყვაში საღო კიტაიაში მე მაგას თუ მოვა მე ასე მომივიდა ჩვენ ხო გქონდა MMA show გქონდა და ჩვენ დავდიოდი ვიწერით ყველაფერს მაგრამ ბიჭმა დაიკარგა ერთი ბიჭი და ყველა ვიდეოები ყველა რაც გქონდა კონტენტი ყველაფერი დაიკარგა ამ ტიპთან და არაფერი არ გვაქვს მეტი დაიკარგა ყველაფერი და არ გადაიმას გააკეთდა იმიტომ უნდა გქონდეს შენ ბეკაპი უნდა გქონდეს ყველა მედია და ყველა ინგენი თორე არ ვიცი მეც დავიკარგებოდი ჯეკი ჩენთან იქეთ კიტაიაში მეც კიდე შემომივიდოდა იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ჯეკი ჩენი არიცი არის რაღაცები რასაც მინდა რომ მეტი დრო დაუთმო მაგრამ შოუს ფორმატში ვერ ვსვამ გაიგე აი ხა მაგალითად პირველი ვიდეო რაც დავდე აი დეტალური განხილვა რა მაგეების ანუ კიდე უფრო ღრმად და დეტალურად და ვცლად შეიძლება და 23 წუთში ვინც არ უნდა იყო შანსი არ არის ყველაფერი ჩასვა როცა საუბრობ თოფურიაზე ისლამზე და ოლივერაზე და ეგეთ რამოდენიმე კაცზე რო საუბრობ მაგაზე იმდენია სალაპარაკო და იმდენი მასალაა დასამუშავებელი რომ უბრალოდ მე შევეხეთ ძირითად ტექნიკურ ნაწილებს რა და სიტუაციებს რა შეიძლება რა იქეთი მხრიდან როგორ ჩანს აქეთი მხრიდან როგორ ჩანს და ესე შემდეგ რა და არა ამას ვიძახი უბრალოდ გაიგე ჩემი არხი იქნება ძალიან კრიტიკული აზროვნები ძალიან ბევრ ქართველს არ მოეწონება ბევრი რაღაცა რასაც მე ვიტყვი რა მაგრამ არა უშავს ვისაც ექნება ამაზე ადეკვატური რეაქცია და შეუძლია ნორმალურად მიიღოს საწინააღმდეგო აზრი და გამოთქვას განსხვავებული აზრი ასევე საპასუხოდ ჩემს მიმართ იმათვისა ეს არხი დანარჩენები პირუტყვები ვინც არიან ვისაც არ შეუძლიათ კულტურულად ლაპარაკი და მიღება და გაცემა და გაცვლა აზრების ხო იმათ შეუძლიათ გადართონ და ისეთებს უყურონ ვინც მოწონთ რა ნახდათ მამა შენ მართლა თქვი და შენ ყოველთვის სიმართლეს ამბობ და შენ ხარ unfiltered Romy the truth Romy the golden one მე ვიძახი მე ადრეს ხო გვითქვამს რამდენჯერ თან რომ ჩვენ აქ
როგორც კი ვნახავთ, რომ ჩვენ საქმეს ვიღაცა აკეთებს ჩვენზე უკეთ და ჩვენზე მეტი მაყურებელი ყავს, რომ მიწვდეს მასებს, ალბათ მაგას დავანებებ ჩვენ ამის კეთებას თავს, იმიტომ რომ აღარ იქნება ჩვენი ყოფნა აქ საჭირო რა. Great, bro. მეორე part of the question დაგავიწყდა თუ არ არის საინტერესო? არა, მახსოვს, მეორე question-ი მახსოვს. მე რა მქონდა პირველი სამსახური, მე რაც მქონდა ამერიკაში. ხო და რამდენი სამსახური გამოიცვალე და რა სხვადასხვა სამსახურები ქონდა? კაი, გეტყვით. არ მინდოდა თქვა, მაგრამ გეტყვით, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ისტორია. ეს არის მე საიდანაც მოვედი. და უნდა ყველამ უნდა მაშინებს რა უნდა თქვა ეგეთი რაღაცა ცუდი გაკეთებული. უნდა გამოვიდეს სიმართლე უკვე. всё, ვერ დავიმალებ. მეც ვერ დავიმალებ ამ თემასგან. კაი, გიო გამოვიდა, ჯერი სპრინგერი გამოვიდა, გიო. თუ გახსოვს ეს ვინ არის ჯერი სპრინგერი ამერიკაში? მახსოვს კი რა. აი მან, აკიდე დოქტორ ფილისავით გამოვიდა, გიო, მეუბნება ასეთ ვაპრ. კაი. პირველი სამსახური მე რაც მქონდა ამერიკაში, მე ვიყავი მაროჟნის კაცი. The ice cream man. ეს იყო, მე კიდე ვფიქრობდი, ეს იყო იქნებოდა ჩემი ჩხუბის სახელი კიდე. იმიტომ რომ ვამთავრებ ჩხუბს ice cream. აქვთ პირში აქვთ კარგი გემო აქვთ პირში მე რომ ჩხუბის მერე, კაროჩე და ძილი უნდა. ესა კეთებს ice cream man, ასეთი ამბავია ბატონო. პირველი სამსახური იყო ice cream man ვიყავი. და შეგიძლია რომ ახსნა რა არის ეს ice cream man? ეს არის როგორ არის ქართულად ice cream? ნაყინი. მე ვიყავი ნაყინის კაცი. აი ეს იყო პირველი. სნეგურესკა იყო ოღონ მავრობიცკეში რა. ანუ ნაყინს ყიდდი? მაღაზიაში ვმუშაობდი, ნაყინის მაღაზია იყო. და მოვიდოდნენ ხალხი და რა 14 წლის ვიყავი, 14 წლის დავიწყე მუშაობა ამერიკაში ბატონო და როგორ გითხრა, მე ვიყავი ყველაზე კარგი, ყველაზე მაგარი ნაყინის კაცი რაც იყო რა. ყველას უნდოდა ჩემთან, ყველას უნდოდა მაროჟნი ჩემგან. ყველა მოვიდოდა ჩემთან მაროჟნისთვის. თქვენი ნაყინი და პიცა არის საშინელება ჩემ. მიყიდულოს მაგას. არა, მე სადაც მუშაობდი, ეს იყო იტალიური ჯელატო. ეს იყო ნამდვილი მე იტალიელებისთვის მუშაობდი, და ეს იყო ნამდვილი. ჯელატო ნაყინი არა, მოდი ახ შევიდე. შენ თურმე იცი ერთი და შენ თურმე იცი ამ თემაზე რაღაცა, შენ რომელი? ნიუ-იორკ, bro. ნახევარი ცხოვრება ნიუ-იორკში მაგატარებული მეტი იასნა ვიცი. შენ იცი, შენ სტორი ხარ, არა, ნაყინის აქ კრემა აქვს შინა, ჯელატოს არა აქ კრემა, ჯელატო არის მარტო ძე და უფრო ჩისტი არის. ჯელატო არის უფრო ჩისტი რაღაცა არის, უფრო წმინდა რაღაცა არის და. ხო, ამას ვაკეთებდი სკოლას დროს 14 წლის 17 წლისამდე ვმუშაობდი მაროჟნის მაღაზიაში და ბევრი რაღაცა ვისწავლე. გოგონებს ველაპარაკებოდი, გოგონებს მოვიდოდნენ, მაროჟნის მივცემდი, იქ ნომერს ჩავიწერდი, იქეთ და კარგად მიდიოდა საქმე ბატონო. მაშინ მეც ვიტყვი, ვინდა რას ვაკეთებდი ერთი პერიოდი. ხო, პირველი ხო, მიდი. ბიჭო, პირველი სამსახური არ იყო ისეთი სანამ მე მუშაობდი, რა ვიცი, ჭურჭლის მრეცხავად, თარჯიმნად. მეც ერთხელ. რა ქვია იმას რესტორანი, ყველაზე ისეთი სამსახური, რაც კი მქონია, რაც აი ახლა ცოტა მხიარულებას გამოიწვევდა, არის რომ ქალის თმის გასასწორებელი უთოროა, ხო იცი? ხო. აი მაგებს ხიბდი რა. და ქალებს თან მოდიოდნენ ვაჩვენებდი როგორ უნდა იხმარო რა ეს ისა როგორ უნდა გამოიყენო და ვაუ მიდიოდა გასვლა დედას პიცა ვარ აი ეგეთ სამსახური ამერიკაში რო ხვდები ვინც ხართ ახალგაზრდა ქართველი ბიჭები აქ ვინც იზრდებით და რაღაცა და აი ეგეთ სამსახურში წადით ძმაო რა წადით ეგეთ სამსახურში იმიტომ რომ აი ეს ამოვი ეს აი ტელეფონის ნომრები აი როგორ იყო აი ცვიოდა რა ბიჭო და ქუჩაში დადიოდი თუ სახში უკაკუნებდი თუ რა შვებოდი? არა, მაღაზიაში ვიდექი. მაღაზიაში იყავი? ბიჭო, ეგ რა არის? მე მუშაობდი ვიქტორიას სიკრეტში, შეჩემა. მე მაგას რა ჯობია.
მაგარია ძალიან. როგორ მუშაობდი ვიქტორიას სიკრეტში რა? მანეკენი იყო ეს დროს იქით რომ დგას რა. Victoria's Secret. You're listening to Fight Pod Georgia, weekly MMA podcast with the Cartwellians. მოდი აბა ძალიან გავერთეთ რა ეს კაი ის იყო რა შესავალი და გადავიდეთ MMA-ზე. მე საქმეზე გადავიდეთ. გადავიდეთ MMA-ზე, ხო? ჯორჯ, შერაგონია ჯორჯ, ანუ რა არის ახლა ყველაზე დიდი headline-ი ქართულ MMA-ში, UFC-ში ჩვენთვის რა, ქართველების. ნუ ჩვენ ორი ამბავი მოდის, ორი დიდი ჯგუფი მოდის ჩვენთვის, ეს არის მერაბი რო ეჩხუბება ომელის ისევლე, რო კამადი რო დაიტოვოს და გალახოს კიდე ერთხელ. და მეორე ამბავი არის, რაც ილია ადის ახლა რო ეჩხუბოს ოლივერას lightweight belt-ისთვის. ეს მე მგონი არის ყველაზე დიდი ამბავი რაც არის ჩვენს წინ ქართულ MMA-ში. და მე მგონია მერაბის სიტუაციაზე მერაბა უნდა გააკეთოს ზუსტად რაც გააკეთა ბოლო ჯგუფში. და ომელიმ შეიძლება ახლა სხვა game plan-ი ექნება ამ ჯგუფისთვის, იმიტომ რომ ომელის ვერ შეუძლია იგივე გააკეთოს, იმიტომ რომ დაინახა უკვე რა მოხდა პირველჯერ და მე მგონი ომელი ამ front kick-ის რომ ბოლო ჯგუფის ბოლო რაუნდი დაიწყო front kick-ის გაკეთება და მოჭიდავესთან ეს ძალიან კარგი ამბავი არის, კარგი ტექნიკა არის, რომ შიგნით რომ შემოდის შენ და რომ front kick-ი გააკეთო, კარგად მოარტყა მერაბს ამ front kick-ით და ეხლა ექნება ომელი ძალიან სერიოზულად მიდის ამ ჯგუფში, ძალიან უნდა რომ მოუგოს და მაგას უნდა მოატყუოს უნდა, მერაბის მოტყუება უნდა და მაგას უნდა ნაკაუტის დარტყმა მერაბზე და მაგას ან კიდე მუხლი უნდა მოარტყას, ან კიდე კიკი უნდა მოარტყას და მერაბი უნდა იყოს ძალიან ჭკვიანად უნდა იჭხუბოს მერაბმა, ძალიან ჭკვიანად უნდა იჭხუბოს და უნდა უფრო არ შევარდეს როგორ თქვა, ძალიან ჭკვიანად უნდა შევარდეს, იმიტომ რომ თუ არ ჭკვიანად შევარდება, შეიძლება მუხლი ან კიდე ფეხი მოარტყას და ეს იქნება ძალიან ცუდი მაგისთვის და მაგრამ როგორ გითხრა, მერაბს ისეთი ლეველი აქვს კარდიო და ენდურენსის და ისე მოდის და აჩერდება. მე მგონია რომ გააკეთებს რაც არის საჭირო და მოიგებს ამ ჯგუფს და იგივე სტილით მოიგებს რაც ბოლოს მოიგო, მაგრამ ძალიან ჭკვიანად უნდა იჭხუბოს იმითი, რომ ეხლა ომელი სხვანაირად იჭხუბებს ამ ჯგუფში, უნდა სხვანაირად უნდა მოიქცეს ამ ჯგუფში და შეიძლება game plan-ი აქვს სხვანაირი და შეიძლება მაგი თვითონ უფრო ჭკვიანად იჭხუბებს და შეიძლება ბევრი ჭიდაობა გააკეთა მაგამ კიდე და შეიძლება უფრო ready არის რა, უფრო ჭიდაობისთვის ამჯერ უფრო ჭკვიანად იჭხუბებს მაგი კიდე. არ ვიცი. ნახოთ. ბიჭო, ჩემი აზრით მაქსიმალურად უნდა მოერიდოს მერაბი კედელთან ახლოს ყოფნას, იმიტომ რომ kicks რო უქნებდა ის წინა ჯგუფზე ეს გადიოდა უკან რეინჯიდან აბსოლუტურია და მე თავიდან რისეთს აკეთებდა და ეძებდა შესვლის entrance points ეძებდა და პოულობდა, მაგრამ ამ ბოლო დარტყმა რომ მოხდა გვერდზე გადიოდა, გამიგე? და თან კიდე კაი რომ მერაბი მარჯვნივ მოძრაობდა და დარტყმას მარჯვნიდან წამოვიდა და მაინც მიცუდა, იმიტომ რომ უკან კედელი ქონდა. და მარცხენა ფეხი რო ყოფილიყო, უფრო უარესი შედეგი შეიძლება გვენახა, მაგრამ და ამიტომ კედელთან კიკებს უნდა ელოდოს, მაგრამ ამავდროულად შონომარიმაც იცის რომ მერაბს ახსოვს ის კიკი და იცის რომ მზად იქნება. და შეიძლება მოტყუებაც კი მოუნდომოს და აჩვენოს რომ ისევ ტანში ურტყამს tip kicks და თავში გაუშვას, გამიგე? ეგეც არის დასაძლებლობა და ეგეც საფრთხილოა რა. ასე რომ არ იქნება ისეთი ადვილი რევანში, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, იმიტომ რომ ამ ჯგუფში ფუტვორკი ომალის მნიშვნელოვანი იქნება, როგორი იქნება ძალიან ბევრს იმუშავებდა დარწმუნებული ვარ ფუტვორკზე, კუთხეებზე
სივრცის შენარჩუნებაზე, რაც მაგას ჭირდება და საინტერესო იქნება რა. ამიტომ რა ვიცი, აბა ერთხელ მოუგე კაც იმის მერე მაგას არაფერი არ გაუკეთებია, არ მინდოდა რომ ეჩხუბათ მეორე და ეს რა, იმიტომ რომ ომალი არაფერი დემიჯი არ ქონია იმის მერე ისვენებდა, მერავს კიდე როგორ ექცეოდნენ UFC და როგორ აიძულეს რომ ეჩხუბათ უმართან, კი გვახსოვს, ასე რომ რავი, იმედი აქვს ერთის წყალობით დამთავრდება კარგად ყველაფერი და 2025 წლის ბოლოსაც ისე ორი ჩემპიონი გვეყოლება მერაბის და თოფურიას სახით, იმიტომ რომ გჭირდება ჩვენ ეს ორი ჩემპიონი ახლა, იმიტომ რომ 2024 წელს ორი ჩემპიონი გვყავდა და დიდი არაფერი მომხდარა სხვა მაგის მიღმა ქართულ MMA-ში, არც ექსტრა მოჭყურები დაუმატებიათ, არც რაღაც ჰაიპი მოგუმატებია განსაკუთრებით, ვისაც როგორ გეჩვენებათ მე არ ვიცი, მაგრამ ესეა. და იმიტომ რომ ვიყავი მე წრეებში მოხვდი და კაციშვილმა გეუბნებით კიდე ერთხელ კაციშვილმა ისიც კი არ იცოდა რომ ქართველი იყო თოფურია რა გეუბნებით რაც ნახე და გავიგონე იმას ხო ჭირდება ჩვენ ეს ორი კაცი ამ წელსაც ჩემპიონები რო იყვნენ იმიტომ რომ ბიჭები არის მოსაყვანი ახლები და მეტი ჰაიპი გჭირდება რა და ღმერთმა ქნას რომ ორივე ისევ წლის ბოლოს ჩემპიონები იყვნენ მეც არ ვიტყვი არაფერს ამით დამონთავრებ რა იმიტომ რომ ძალიან კრიტიკულად საჭიროა ეს ყველაფერი ჩვენთვის ახლა In Jesus' name, amen. Yes. Oda me კიდე სხვა ამბავი რაც არია, ვითომ ომელი მიატოვა პანის მოწევა. მერაბმა ისე გალახა, ისე მოუგო რომ მაგამ მიატოვა პანის მოწევა ამ ჩხუბისთვის და მე ნახოთ როგორ წავა ეს ომალისთვის, მაგრამ მე მგონია ეს იქნება შოკი იქნება ომელისთვის და არის მაგათ არის ჩხუბებს. ჯორჯ არ ვიცი თუ გაიგე თუ არა, მაგრამ არა მარტო პლანის მოწევა მიატოვა მაგან. სოციმედიასაც თავი დაანება და კიდე რაღაცას მიატოვა. ვაუ. ეს კიდე მიატოვა? სანაბაჭი. ბიჭო, ეგ არიცით, ეგ ოფიციალურად გამოაცხადეს რა. ამ სამ რაღაცას თავი დაანება რა. მაგან მიატოვა შენ დაგიწყია შეჩემა. შენ მაგის მაგივრად აკეთებ, უფრო მეც აკეთებ, ეხლა შენ გიო, მაგრამ რომ მიატოვა შენ უფრო ბევრს გააკეთებ? მესე როდესაც გიორი. ეგეთ რაღაცებს არ უყურე, არ ვიცი, ალბათ ყურად რო არ მაინტერესებს და ყურადღებას არ ვაქცევ, იმიტომ ვერ ვიმახსოვრებ, გაიგე, არ მომახსოვრდება რა. რაღაც ისეთი რო გაიჟღერი, რო აი იქით მეორე გვერდა ოთახში რო თქვას ვინმე რაღაცა ისეთი რაც მაინტერესებს თქვა, ხო და ჩემს ინტერესი იპყრობს და იწვევს, ავტომატურად დავამახსოვრდება და ეგეთ რაღაცას ალბათ შეიძლება მოვისმინო კიდევაც, მაგრამ არც კი დავიმახსოვრო ავტომატურად, იმიტომ რომ არ იცოს ჩემი ტვინი მაგ ინფორმაციას რა, იმიტომ რომ ადგილი არაა უბრალოდ მეგაბაიტები არ ყოფნის ეგეთი სისულელების დასამახსოვრებლად. გიოს backup hardware სისტემა გიოს backup-ი აქვს 10 ტერაბაიტის backup-ია. Короче, ასე რაღაცები რო Yes, that's good. მოდი თოფურიაზე ვილაპარაკოთ მაშინ. რას როგორ ხედავ, როგორ ფიქრობ? ბევრი იძახის რომ აი საერთოდ უშანსოთაა ოლივიერაო, იმიტომ რომ ანუ თითქოს ამოისუნთქეს რომ ისლამს არ ეჩხუბება ილიათ, გარანტირებული გონიათ ქამარი, რაც შეიძლება მართალი იყოს. უბრალოდ მიდგომა არ არის მართალი, ჩემი აზრით ეგეთი. შეიძლება მართლა შევიდეს და ერთ წუთში დააგდოს ილიამ ოლივიერამ და შეიძლება ეს ხალხი გენიუსი გამოჩნდეს, მაგრამ მე უბრალოდ ასეთ მიდგომა არ მომწონს რა. თუმცა საქამრო ჩხუბისთვის რა. შენ რას ფიქრობ ზოგადად ილიას ჩხუბის ირგვლივ რა, ისლამზე, ოლივიერაზე, ილიაზე და ასე შემდეგ რა. ვიცი, მე გამიტყდა ცოტათი, იმიტომ რომ მე მინდოდა ილია და ისლამის ჩხუბის ნახვა მინდოდა, მე მეგონა ეს იყო like ultimate test, ეს იქნებოდა სემენტი რო იყოს მაგის legacy რო ისლამი რაც არის, ეხლა მე მგონი pound for one პირველი არის, მე მგონი ეხლა ისლამი არ მახსოვს თუ ავიდა ეხლა არ ვიცი rankings-ი რო შეიმას გააკეთენ, შეცვალეს თუ რაღაცა, მაგრამ მე უჩდიდი ამ ჩხუბს და არ ვიცი თქვენ თუ გონია ვითომ ისლამა გაიქცა ტოპურიასგან თუ ნაღდად გაიქცა და არ უნდა მაგასთან ჩხუბი და ეშინოდა და იმიტომ ავიდა სხვა წონაზე, არ ვიცი თქვენ ასე თუ გონიათ. მე ცოტათი მგონიასავით, არ ვიცი, შეიძლება რესპექტის ამბავით ვითომ
ახლო მეგობრები, არ ვიცი მეგობრები კი არა, კავკასიური respect. ოდე იმიტომ არ უნდოდა There's ჩხუბი no such thing. არ ვიცი. There's no such thing. შეიძლება მაგის ბოქსინგის ეშინოდათ, კაროჩე და იმიტომ ავიდა მე. კავკასიური რესპექტი რო არსებობდეს და ერთმანეთი ჩვენ ერთიანობა შეგვიძლოს და ერთმანეთის სიყვარული შეგვიძლოს, ხო? დღეს კავკასია რუსულად არ ილაპარაკებდა ძმაო. ეგ მითია ყველაფერი რა. სამწუხაროდ. Good point. მაგრამ არ ვიცი, მე ამ ჩხუბის კიდე ნახვა კიდე მინდა, მაგრამ ჩვენ წინ რაც არის ილია და ოლივერა. და ოლივერა მე რა შემოწმე სხვა ჩხუბებში, პირველ რაუნდში მე ხალხი არტყამს ოლივერა ზოგჯერ არტყამენ ხალხი, მოარტყამენ სახეში, კარგად მოარტყამენ. ყველა ჩხუბში ხდება. წნარად იწყებს, რატომღაც კარგად არ იწყებს ოლივერა ჩხუბს, რატომღაც მოარტყამენ რამდენჯერ და ზოგჯერ ვითომ დავარდება მე ილიასგან ვერ მიიღებს ასეთ დარტყმას. ერთხელ თუ ილიამ თუ დაარტყამს ასე დათიშავს. და მე ეს არის იმედი ჩემთვის, რომ რამდენი პირველ რაუნდში პრეშერს გააკეთა, როგორც ზუსტად ჰალოვეის როგორ გაუკეთა პრეშერი. ისეთი ვარიანტი შეუძლია ილიამ გააკეთოს და მოარტყას და თუ მოარტყამს კარგად, ამგონი ამასგან ოლივერა ადგება. ოლივერა ბევრი ხანი ჩხუბობს უკვე, რამდენი ხანი ჩხუბობს, რამდენი ჩხუბია ამას წინ. თავის კარიერა მე მგონი უთომ ავიდასავით უკვე ჩამოდისავით ასე ქვემოთ. ბიჭო, არ გამიგოთ, სწორად გამიგეთ რა, ეს ჩხუბი არის 100%-ით თოფურიასთვის მოსაგებით და წასაგებით. თვითონ არის ამ ჩხუბში ყველაზე თავის დიდი მტერი, ანუ ყველაფერი სწორად თუ გააკეთა ილიამ, ამ ეს ჩხუბი უნდა მოიგოს, ჯიბეში უნდა კონდეს. მაგრამ მიდგომა უნდა იყოს როგორი, იცი, როდესაც ასეთი დონის მოჭყვა, ასეთი წარსულის მოჭყვას, ასეთი მაინც ასე კი, რა თქმა უნდა, დიდი მილები აქვს ზედ ოლივერას და ცვეთა და ყველაფერი და ამდენი ხანია ჩხუბობს და ეს ფაქტორია. მაგრამ როდესაც ესეთ კაცზე ჩხუბები, აი მაგან დავღუპა ჩვენ ლარკინთან, გამიგე? ლარკინის ესე 37 წლის იყო თუ რაღაც 38 წლის დიდი UFC გამოვლილი ტოპ კონტენდერი იყო UFC-ში, ბელატორში ტოპ კონტენდერი იყო და ლევანისთვის ეს იყო წასაგები ჩხუბი თუ არ მოიგებდა, ანუ როგორ გითხრა რაღაც სესულელს ვამბობ. ანუ his fight to lose. ხო ხტები, ანუ ქართულად არ ითარგმნება რა. და ზუსტად იგივე სიტუაცია მაგას ვიძახი, გამიგე? ანუ უნდა მოიგოს ეს ჩხუბი, გამიგე? მაგრამ თუ სწორად მიუდგება, მხოლოდ მაგ შემთხვევაში მოიგებს. მიდგომა უნდა იყოს სწორი. და მე თოფურიას მოგება რომ მინდა, მაგიტო ვიძახი ამას. როცა ადამიანს მოუდგები ისე რომ ძალიან ყველაზე საუკეთესო სოფლიოში საუკეთესო და ყველაზე სახიფათო მოჭყვარზე ბძვი, მაშინ შენი შესაძლებლობების მაქსიმუმს დაადებ იქ ან ახლოს. და თუ კი ისე ზერელად მიუდგები, რომ აი და მთელი ეს ფანების ესე ვიფიქრებთ რომ აი ხა ეს ბძოლაა ძმაო. აქ წამის მიასეთში ხდება ყველაფერი. და პატარა რაღაცამ შეიძლება ზუსტად არასწორი მიდგომის გამო დაგღუპოს რა და ძალიან მინდა რომ ამას მიუდგეს ილია ისე როგორც მიუდგებოდა ისლამს თუნდაც რა. ხაბიბს რო ეჩხუბებოდეს და მაგას როგორც მიუდგებოდა, ესე უნდა მიუდგეს ამ ჩხუბსაც. ანუ ტექნიკურად კი არა, გონებრივად. ტექნიკურად რა თქმა უნდა ის სხვა მოჭხუბარია, ეს სხვა მოჭხუბარია, მომზადება სხვადასხვანაირი უნდა იყოს, მაგრამ გონებრივად და მენტალურად უნდა იყოს ბასრი მაქსიმალურად ყველასთან, აბსოლუტურად. ყველასთან. True. მე ფიქრობდი სტატისტიკაზე იმაზე, რომ ბევრი ხანი ჩხუბობს ოლივერა, მაგრამ ოლივერას აქვს უფრო მეტი ფინიშები, ვიდრე ილიას აქვს ვაფშე ჩხუბი ერთლიანად ერთად. უფრო მეტი ფინიშები აქვს ოლივერას და ზოგი დარტყმაში, ზოგი საბმიშენებში, ძალიან სხვადასხვანაირი ვინები აქვს ოლივერას, მაგრამ ხო, ძალიან ბევრი ექსპერიენსი აქვს, მაგრამ როგორ გითხრა, ილია არის undefeated და ილიას აქვს ეხლა მომენტუმი რაც აქვს. და მე მგონია რომ ილია ნაკაუტის კიდე ფინიშის გააკეთებს, ამბობდა რომ მაგი submissions კიდე ეძებს, submission-ის გაკეთება უნდა და კიდე ილია მოხია რომ ვითომ მე მომწონსო, ჩარლზი მომწონსო, კაი ბიჭი არისო და მაგრად არ გავლახაო, მე უფრო სწრაფად გავაკეთებო ყველაფერს რომ მაგრად რო არ ვატკინო, იმიტომ რომ მომწონსო რა. no. ბიჭო რა იცია, ერთიც წინ მოდის და მეორეც. და ზოგადად ჩვენ ისე რომ დაუკვირდი არ გვინახავს თოფურია, არა, კი პრინციპში გვინახავს ახლა ჯაი ჰერბერტთან რაც მოხდა,
დავინახეთ მაგისი მარტო ის ხო არა რომ ეს შეუძლია კარგად შეუძლია აი როცა ტყივა როცა გაბრუებულია როცა ცუდადა აქვს საქმე და მაგის სასარგებლო და არ მიდის ყველაფერი მაშინ როგორია ეგეც ვნახეთ პრინციპში რა თლად უკანა ფეხზე არ იყო მაგრამ სხვა რაღაცა მე მაინტერესებს ანუ ვინმეს პრესინგში რო ეყოლება მაგ დროს რასიზმს თქვა ხო აი ოლივერა წინ წამოვა შეიძლება დახიოს ილიას უკან დახევა ჯერ ვერ მოახერხა ჯგუფში სულ მიდის წინ და ესენი უფრო თავს იცავენ და შორიდან ეთამაშებიან სანამ ეს თავის სასურველ დისტანციაში შევა და დაკეცავს რა და ოლივერასთან მოხდება თუ არა ეგ მაინტერესებს შეძლებს თუ არა ერთი რაუნდი მაინც უკან ატაროს ოლივერა ილიას მაინტერესებს ეგენი ანუ პირველ რიგში არის ინტერესი ეს რა თქმა უნდა გასაგებია საქართველოს ქართველობა ჩვენი დროშა გვინდა რომ აიწიოს ჩვენი სახელი გვინდა რომ გაჟღერდეს და ჩვენი ბიჭები გვინდა რომ ჩემპიონი მიყვნენ მაგრამ ასევე არის მეორე მხარე როგორც მარშალ არტის ხო გაინტერესებს რა ხდება რა მოხდება ამ შემთხვევაში სხვა სცენარები რა ეგეც არის რა თქმა უნდა მაგრამ მაინტერესებს როგორი მოჭხოვარია ტექნიკურად თოფური როდესაც უკან მიდის ან შეძლებს თუ არა ვინმე ვაფშე მაგის უკან დახევას და როგორ შეძლებს ამას სიძლიერის დუხის იმაზე ფუტვორკის თუ რის ხარჯზე შეძლებენ ამის გაკეთებას აი ეგ მომენტებიც მაინტერესებს რა თქმა უნდა რაღაც მომენტში ორივე დაიწევა უკან რა შანსი არ არის რომ ის მომენტი არ კონდეს რომ ანუ ყოველთვის წინ ორივეს ეკრება მომენტი რომ უკან დაწევა მოუწევთ რა მე ესე ბიჭო ეგ გასაგებია უბრალოდ მე იმას კი ვიძახ რომ ერთ ნაბიჯს რო გადადგავს რა მთელი რაუნდი რო უკან აკავს ველოსიპედზე ყავს კაცი შემიზდარი და უკან მიყავს რა აი ეგრე იყო ვოლკანოვსკი კი ურტყამდა ილიას ჯებებს და ეთამაშებოდა მაგრამ უკან მიდიოდა გამიგე იმიტომ ვოლკანოვსკი შეუძლია უკან სulis დროს იჩხუბოს ყველას არ შეუძლია ეს მაქსად შეუძლია ეს გეჩხუბოს თან უკან წავიდეს აი მაგალითად ვოლკანოვსკიმ რაც ქნა იმასთან რა ქვია ლოპესთან რა ხალხს გონია რომ არა ეგ სტილი ეგეთი ჩხუბის დაარტყი გამოდი კუთხე მოჭერი ის ყველა ჯერზე რისეც აკეთებს და თავიდან იწყებს თავის პროცესს შენ ეთამაშები და გავიდა უკან გავიდა გვერდზე და ეგრე თუ დაჭირდა თქვა ეგრე მაინტერესებს ეგეთი რაღაცა დაჭირდება თუ არა ილიას რომელიმე ან თუნდაც ამ ჩხუბში და როგორ შეძლებს ამას გამიგე ან როგორ გააკეთებს ამას რასიზმს ამ შემთხვევაში რა აი ეგეთი რაღაცებით მაინტერესებს ეს ყველაზე მეტად ჩემთვის კიდევ ერთხელ ვიძახი და ყველას ურჩევ ყოველთვის ხალხს ნუ მიუდგებით ზიზღით ამ საქმეს მიუდგეთ როგორც ტექნიკურად შეხედეთ ისიამოვნეთ აი ამ სკილებით მოჭხურების გაიგე ისიამოვნეთ აი ხა გუშინ უხსნიდი ბიჭებს კიდე კი რა თქმა უნდა რაღაცები მოხდა მაგრამ აი ლევან ჩოხებლილის ჩხუბებს რო შევხედოთ რა მაგარი დაცვა აქვს დგომში რამდენჯერ გახსოვთ რომ ლევანს მოხვედრია სახეში ხელი ჩასმული რა ყბაში რა აი ორჯერ მახსოვს მე მთელი ბელატორის იმაში ერთხელ ფერალდო მოარტყამა რა ლევანმა რეკოვერი გააკეთა სწრაფად და მოიგო ეგ ჩხუბი და მეორედ ოდნავ წაკრა იმან რა ქვია ლარკინმა და ბედი იღბლის ამაა წაკრა ყურის ძირში წაკრა არც კი მოხვედრია წესიერ და ნუ მაგარი დაცვა აქვს ჩოხელს დგომში რეალურად არ მინახავს ქართველი მოჭყუბარი რომელსაც ესეთი მაგარი დაცვა ქონდეს დგომში რა ალბათ ლევანის და სანდროს გამოვარჩევდი თოფურიას რა სანდროსაც მაგარი დაცვა აქვს ანუ ბოლო ბრძოლაში რაც აჩვენა ძალიან კმაყოფილი ვიყავი რა ხო და ნუ პირველ რიგში ისე და ისე განმეორდები დატკბით ისიამოვნეთ მარშალ არტით სკილებით პრობლემების გადაწყვეტით და ესე შემდეგ რა და ცოტა შეეცადეთ მაინც დახვიდეთ იმ აზროვნებამდე რომ მიხვიდეთ იქამდე რომ რას განიცდის ადამიანი მაგ დროს როდესაც კლეტკაში ნახევრად შიშველი უნდა შევიდეს საბრძოლველად მთელი მსოფლიოს თვალწინ და დააფასეთ ეს სათანადოდ რომ მეტი სიამოვნება მიიღოთ აი ამ სპორტისგან და რაც რომ მეტად დააფასეთ და მიხვდებით სიღრმეებს მით რომ მეტად გაგისწორდებათ მე თქვენ რაღაცეების ყურება და კიდე რა განსხვავება რო არის ვითომ მიატოვა ან კონერში არ ეყოლება თავის კოუჩი რასაც ძმები ორი ძმები რო იყვნენ ვითომ სხვანაირად აკეთებს კემპის ახლა ისეთ დონეზე გავიდა უკვე ახსეს ხდება ზოგჯერ მოჭხუბარებთან ისეთ ლეველზე ავლენ რომ მიატოვებენ თავის დარბაზს და თავისი დარბაზი აქვს სახში ახლა ელიას ყველა მაგასთან მოდის სუპერსტარი არის ახლა და სხვანაირად აკეთებს კემპს და ვარიანტი არის
რა ეფექტი ექნება მაგის პერფორმანსზე მაგ ბიჭები იყვნენ game plan-ის ვარიანტი ეუნებოდნენ ეხმარებოდნენ game plan-ზე იმაზე ამაზე ვითომ მაგის box-ის pedman-ი მაგი კიდე ეხმარება მაგასთან მუშაობს იგივე pedman-თან კიდე მუშაობს მაგრამ ვითომ მაგ coach-ი რასაც ქონდა მაგ თავის დარბაზი ვითომ მიატოვა და არ არის მაგენთან მეტი და არ ვიცი რაღაცა თუ მოხდა იქა თუ პროსტა დრო თუ რაღაცა შეიძლება ილიას თავის სხვანაირი დრო აქვს და სხვანაირი სკეჯული აქვს და დაფრინავს იქეთ და შეიძლება პროსტა მაგ იგივე დრო არ აქვს იგივე შეიძლება არ მუშაობს დროს ვარიანტი არა იმას აკეთებს იმიტომ მაგრამ ეს ასე რაღაცები რო ხდება სპორტში ეს კიდე შეიძლება შეიცვალოს მაგის სტილის ჩხუბი როგორ ჩხუბობს რას ფიქრობს ეს ყველაფერი ხო განსხვავება იქნება ბიჭო ტექნიკურად არ ვიცი გიო შენს დამეთანხმები ალბათ ძმაო რომ ტექნიკურად ილიასთვის არ მგონია ტაქტიკურად და ტექნიკურად მაგ ხალხს იმხელა მნიშვნელობა ქონოდა ილიასთვის რა იმიტომ რომ ჯერთი მამ ხალხს ილიამ სანამ ქართველებს არ შეხვდნენ ამათ წესიერი მოჭხუბარი წარყოლიათ რა და ანუ არ მგონია რომ რაღაცა ტექნიკურად რამე დააკლდეს ილიას ამ ხალხთან არ ყოფნით რა მაგას არ ვიძახი ილია თოფურია და ეს ძმები თოფურიები უფრო ერთმანეთს უფრო ზრდიან და ერთმანეთს კარნახობენ და ერთმანეთის მწვრთნელები უფრო არიან ვიდრე სხვა ვინმე და რამე მით უმეტეს უკვე რა ასე რომ მაგაზე მე არ ვნერვიულობ რომ აი ტექნიკურად დააკლდება რაღაცა ხა მაგალითად ფარაზ ზაჰაბი რო ყავდა ჯორჯ სენ-პიერს რა კუთხეში ეგ იყო როგორც ანუ ფარას იყო გენიუსი ტვინი იყო და ჯორჯი რასაც ეუბნებოდა იმას აკეთებდა და მართავდა ყველაფერს ჯორჯის ირგვლივ და ანუ კრეგ ჯექსონი მაგალითად გრეგ ჯექსონი იგივე სიტუაცია გრეგ ჯექსონი რო ყავს კუთხეში და ტრენინგ კემპში და რო არ ყავს ორი სხვადასხვა მოჭყუბარი ხარ რა ჯონ ჯონსი არ ვიღოთ ერვინ პიკუ ავიღოთ GSP თუნდაც ავიღოთ და რამდენი ადამიანი დაუყენებია გზაზე იმიტომ რომ თავისი სწორი თავისი გენიოსური გონების გამო რა მაგრამ რამდენადაც გენიოსი შეიძლება იყოს ჩხუბში ანუ პირობითი ეგ მაგრამ მაგი არ მაწუხებს მე რომ აი ხა ილიას ესენი არ იყოლება და რა ეშველება ილიას ტექნიკურად მე ვაფშე არ მაწუხებს ილიას არ ჭირდება ეგ ხალხი ჩემი აზრით ტექნიკურად არ ჭირდებოდა და დიდი ხანია არ ჭირდება უკვე უბრალოდ მე ვიძახი რა ცი კარმის ამბავი არ იყოს თქო ეგ იმიტომ რომ ჩვენ ქართველები ცოტა მაინც ასე თუ ისე ნარცისი ხალხი ვართ რა და რაც უფრო წინ მივდივართ ცხოვრებაში და ძლიერდებით უფრო ეს ჩვენი ნარცისიზმი იზრდება და ხა ამა ეს თუდად გაიგეთ კარგად გაიგეთ არ ვიცი როგორ გაიგებთ ეგრე საკუთარ თავიდან ვიწყებ მეც მქონია სიტუაციები როცა 20 და რაღაცა წელს ვიყავი რაღაცას რო ვაკეთებდი მივახცებდი მე ვარ რაც ვარ თქო მიფიქრია რა და ხა წარმოგიდგენთ სოფლიო ჩემპიონი რო ხარ უფრო სხვანაირი ისენი გაქვს შეგრძნებები გამიგე ხო და უბრალოდ თუდად ჩანს მაინც ის რომ თინეიჯერობიდან ვინც გაგზარდა თავის დარბაზში იმას რო ტოვებ ანუ არ მინდა რომ ეს ცუდი კარმა არ მინდა რომ შეიცვალოს ილიამ ცუდისკენ გამიგე ამას ვიზახი მეც არაფერს თორე ტექნიკურად კიდე ერთხელ ვიზარ არ ვიცი თქვენ თუ მეთანხმებით ეხა ეგ ძმები კი კაი ხალხი არიან შეიძლება კაი მწვრთნელები არიან დარბაზი რაღაცები მაგრამ არ მგონია თოფურიასთვის მაგათ რამე ისეთი მიმატება შეეძლოთ ეხა რა შეუძლიათ იგივე ვინც ჭირდებოდა ილიას კი წაიყვანა ის ბოქსის ტრენერი იმიტომ რომ ლაპებზე მაგრა ამუშავებს და ესე შემდეგ და ამათ რა ვიცი რა აქვს ისეთი შესათავაზებელი თოფურიასთვის მგონია რომ წლების წინ ამოწურეს თავიანთი თავი როგორც ტაქტიკოსებმა და ტექნიკური არსენალის რაღაცა შემმატებლებმა ილიასთვის რა. რო კიდე ერთხელ ვიზახი კარმა უცნაური რაღაცა რა და ეგა ერთადერთი რაც მაწუხებს მეტი არაფერი. ხო ნახდათ სწორად ამბობ შემო რომ მე ზუსტად არ ვიცი როგორი relationship-ი ქონდა და ზუსტად რასაკეთებ როგორ ეხმარებოდნენ მაგ ბიჭები და просто რომ შეჩვევლი რო ხარ შენ კორნერში ადამიანი რო არის შენ კორნერში და მეტი არ არის კორნერში შეიძლება სხვანაირად მუშაობს ტვინი არ ვიცი მაგრამ ილია ძალიან ძლიერი არის თავის აზრებით და ყველაფერი და არ მგონია ეფექტი ექნება ამას და მე როგორც გავიგე ალექსანდერი ვითომ მაგის main coach-ი იყო ილიამ კიდე თვითონ თქვა რომ როდესაც ერთად იყვნენ და ალექსანდერი ვითომ იყო მაგისი უფრო
კოუჩი იყო და ეხმარებოდნენ ერთმანეთს ეხმარებოდნენ ყველაზე მეტად და ერთად გააკეთენ ბევრი რაღაცა და ეს არის ყველაზე იმპორტანტი რაც არის. Coach G-შენ თუ გჯერა კარმის? კი, არა, მე ნახდათ მჯერა კარმის, კი, ნახდათ კი მჯერა კარმის, მე მგონია შენ თუ კარგ რაღაცას აკეთებ, კარგი მოვა შენსკენ, მაგრამ 100%-ად კი არ მუშაობს ესა, მაგრამ თუ ხო, შენ თუ ბევრი რაღაცა ცუდი გააკეთე, ხო, რაღაცა ცუდი შენსკენ მოვა ბატონო. ასე ეს არის ვითომ მათემატიკას ავითარი. მათემატიკას ავითარი ახლა შენ თუ ყველას ცუდად უკეთებ, ყველა ხალხს და მინუსი, მე შენ კიდე მოგივა ცუდი თუ აქედან გალახე, ესე ჩაფუთრე ამას, მოუპარე ამას, ეს გააკეთე, ცუდი მოვა შენსკენ, როგორ არა? ბიჭო, მე ერთადერთ რაღაცას ვიტყოდი, ვისურვებდი, რომ ილიამ ყოველთვის ნაწილობრივ მაინც და მოусმინოს დედამისს რა. იმიტომ რომ ძალიან ესეთი ქალბატონია ინგა. ყოველთვის ღირს ინგასთვის რაღაც დოზით დაჯერება ჩემი აზრით რა. და იმედია ესე უხელმძღვანელებს თავის ცხოვრებას სულ აქამდე და აწიცილია რა. ესე კაი რჩევა არის საერთოდ. დედასთან ყველა ადამიანს უნდა კონდეს ესეთი ურთიერთობა რომ მოусმინოთ ერთმანეთს და ძალიან მაგარი გზნობა არის რა. ანუ მთლიანად ოჯახი და ურთიერთობა რა, დედა, მამა. ვინც არ უნდა იყოს. George, რავი, აბა კიდე რამე ხო არა გვაქვს საინტერესო ან რაღაც ბიჭო, მე უფრო ხალისი მინდა ხოლმე რა. აი ამ შოუზე მოვედი პროსტა ხალისი. აი ახლა შეჩემა ხალი ჩართე მაშინ მუსიკა და ვიცეკოთ მაგ დედა. არა ბიჭო, ხალისი ეგრე რა, გადაობა რა. ზეკი ფენივით იცინი რა. ლაპარაკი და გადაობა და ეს პოლიტიკოსი ხო აზე ხარ პოლიტიკოსი არის, გამოდის პოლიტიკოსი, ქუდი ახურავს და დაიწყებს ხოლმე სერიოზულად რომ თავის თავთან აქ იმინა საუბარი და ბიჭო, არა, ზოგჯერ არის ხოლმე რომ თან აი რაღაცა ბილდაპს ვაკეთებ რაღაცას და იმიტომ რომ მინდა რომ ბოლოს რაღაცა ისეთი თქვა კულმინაციამდე მივიდე და მაკლია და მაგ დროს მაწყვეტინეს, გაიგე? ვეღარ ვამეორებ იმ გზნობა, ანუ მე როგორ ვარ იცი, როცა საუბრობ ყოველთვის გზნობის, გზნობა თუ არ მეუფლება, ამიტომ უსმენ სულ მუსიკას, იმიტომ რომ მუსიკა აღუვებს ჩემში გზნობებს რა და მე გზნობებს მოვაკ აზრები რა. და ჩემთვის ტვინი, გონება, სული, გული ერთმანეთში არის დაკავშირებული. თუ არ გძნობ გულში და სულში, ესე არ მინდა რომ თქვა ვერ ვამბობ. იმიტომ რომ მეტყობა რომ ყალბას ვლაპარაკობ და იმას რომ დაკარგავ და რომ მოწყდები, ხო? რომ გაწყდება გულსა და სულსა და ტვინს შორის ეს კავშირი იმ წუთას რაც გაქვს, მე იმის თავიდან შეერთებას რთულია. კბილის პასტას რომ გამოუშვებ, რომ მოუჭერ და გარეთ რომ გამოუშვებ, იმის უკან შებრუნება ძალიან რთულია რა. შეუძლებელია უფრო სწორად. True. ბიჭებო, მოკლედ ამ კვირაში იყო ბრეიკი, ბრძოლები არ იყო UFC-ში, მაგრამ ჩვენ ქონდა ძალიან მაგარი გამოსვლა, რახან ლევანიმ შეასრულა თავისი. არა მარტო ლევანი არ ბრძოლობდა და მარცხებიც ქონდა. არა უშავს, ყველა დაბრუნდება, ვინც არ უნდა იყოს დასაწყისია. და შემდეგ კვირას იქნება ისა Aaron Blanchfield, Macy Barber არის თავარი ბრძოლა. Co-main event არის მატიუშ გამროტ, ლუდოვიტ კლაინი. და რავი, ეგეთი ბრძოლები არის Billy Ray Goffey, Cole Sung Yong, Dustin Jacoby, სხვათა შორის Bruno Lopez ხდება და რავი, რაღაც დიდი ისეთი კარდი არ არის რა, მაგრამ რა ვიცი, აბა მე მაგალითად გამროტის დაბრუნებას, რავი, როგორც მე ძორი ვაფასებ. მაგის ხათრით უყურებ მაგ კარს, გამროტის ვერ უნახო. ხო. იმიტომ რომ ძალიან მაგარი მებრძოლია. That's true. და ბიჭებო, ახალი ამბავი რომანთან ვითომ ახალი აპონენტი მოუნახეს რომენს ჰერნანდესი ეშუბება, მაგი არის next აპონენტი? ეგ არის, ხო. He's fighting a Mexican dude, it's not going to be easy. Wow, ხო ჰერნანდესი მაგარი ძლიერი არის, მაგარი ბოქსი აქვს, მაგარი დარტყმები აქვს, კიდე submission-ის game-ი აქვს, კიდე მაგარი მაგარი ძალიან სერიოზული მოჩხუბარია რა, ძალიან dangerous-ი არის და ეს იქნება ძალიან კარგი ტესტი იქნება რომანისთვის, ძალიან კარგი და რომენს აქვს ისეთი ზალა აქვს ისეთი რომ შეუძლია
მონახოს მოგების ვარიანტი მონახოს როგორმე და მაგ კიდე თვითონ დგომში კიდე მაგარია რომელსაც უნდა და კარგად იჩხუბებს როგორც შეუძლია და ჩვენ კიდე ვიცით მაგის submission game და submission defense და ყველაფერი რო კარგი აქვს და ხო იმედი არის რომ მენმა კარგად იჩხუბოს თავის თიანი ჭკვიანად იჩხუბოს და კარგად გამოვიდეს როდის იქნება ეს ჭუბი man როდის იქნება I just mentioned it yesterday right ხო გახსოვს ბიჭო მე ვცდილობ რომ უკვე იმდენი რაღაცეები ანუ თარიღები და ისინი იმდენი რაღაცეები შეარ მე ხო UFC-ს გარეთაც უყურებ რა ხდება გიოც და იმდენი რაღაცეებია თარიღები და ის აქეთ ბიზნეს კურსს ველოდები უბრალოდ step by step მივდივარ ჯერ მერაბის ჭუბია ვიცი მე ჩვენი ბექას ჭუბია ატლანტიკ სიტიში ვიქნებით მე ილიას ჭუბზე გადავერთვები და მე რას მომდენ მე ბიზნესა ჭუბობს მე ისა და ანუ ასე ნაწილ მივყვები ეგ თვითონ თარიღს ვიმახსოვრებ ანუ მათ რა ქვია თან მიმდევრობით თორე ყველაფერს ერთად ვეღარ ვიმარშვები უკვე რა ჯორჯ ეს ბრძოლა იქნება 9 აგვისტოს ოკეი აგვისტოში იქნება ოკეი მესმის მაგარი ჭუბი იქნება რა მაგარი ჭუბი იქნება ესეც კიდე ეგ თავარი ბრძოლა არის რა ანუ 5 რაუნდი იქნება რა ვეგას main event მე მაგ ერთი იდეა სამოულოდ რა აი ჩვენ რო ვაპირებთ მე და გიო ერთად ყოფნას ვაპირებთ თბილისში რომ live show გავაკეთოთ სტუდიაში ხალხი მოვიდეს გავიცნოთ მაყურებელი თუ რაღაცებს ვინც წერს ეგენიც მოდით რომ დავთვრები მე გაგისწორდებათ ჩემთან ერთად ყოფნა რა სოდა მაგარი გაასწორებს თუ შევათანხმებთ სამივე და ერთად წავალ შენ წამოხვალ საქართველოში წლები არ ყოფილხარ შენ და წავიდე მაგარი იქნება ძმა ხო გავიდე 7 წელი წავიდა მე მგონი მე სამ საქართველოში ვიყავი და იმედი არის რაღაც უნდა წავიდე იქეთ და ვინახულო ყველა და თქვენ თუ იგივე დროს შეხვდებით იქა ეს მაგარი იქნება აი თუ დაემთხვევა სამივეს ერთად წასვლა მაგარი იქნება ძალიან რა ნახდათ გამესწორებოდა მაგათ ეს იქნებოდა dream come true მაგარი იქნებოდა რა უნდა წავიდე რამენიხანი გავიდა უკვე მე კიდე პროსტა გათხილი ვარ ყოველთვის სამსახურში დარბაზში გვიგვანამდე რა გათხილი ვარ არა ჟღერს კარგად გათხილი არ შეწერს კონდეს გათხილი ბიჭო კაი იყო აწი კარგად უნდა ბიჭო არ ვიტყვი არაფერს მაინც საფრთხეში ვარ რა მე რო თქვა და არ მინდა პოლიტიკური განცხადების გაკეთებები Ludo, relax. God bless America, bro. Sada, aha. Sada archans droshas. Pringles game. ზამგლებო, მაგრა გამისორდა რა, კიდე გამოგვივიდა პატარა ეპიზოდი. ეს იყო 107 ეპიზოდი Fight Hop პოდკასტი, პირველი ქართული და მოუკიდებელი შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი. Spotify-ზე, Apple Podcast-ზე და რა თქმა უნდა YouTube-ზე. You tune into the Cartwellians on the Fight Hop Podcast.